ჭრობის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ წლის პირველი 3 თვე შემცირებული გაყიდვებით და მომხმარებელთა ნაკადის კლებით დასრულდა. Როგორც ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ კოტონში აცხადებენ, მათ შემთხვევაში პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალიზაცია 13%-ით შემცირდა, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 25%-ით იკლო. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ გაყიდვების კლების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე, მომხმარებლის მხრიდან შემცირებული დანახარჯები, ასევე ტურისტული ნაკადების კლება. საშუალოდ რო ავიღოთ იანვარი, თებერვალი, მარტის ჩვენი გაყიდვები იყო -13% საშუალოდ შედარებით შარშანდელთან, იგივე პერიოდს გულისხმობ. რაც შეეხება თვითონ ესე ვთქვათ მომხმარებლის რაოდენობას, მომხმარებლის რაოდენობამაც ასევე დაიკლო, საშუალოდ 25% ამ პირველი კვარტლის. ჩვენი ვარაუდით, ამ მოვლენებმა ძალიან იქონია ესე ვთქვათ დიდი ზეგავლენა და ის უკვე დაგვეტყო ნოემბრის თვიდან მოყოლებული, ასევე ძალიან დაეტყო დეკემბერსაც, ახალ წელსაც, ეგრეთი ახალი წელი ნამდვილად არასდროს არ მქონია, არც პანდემიის დროს აღნიშნავ. და რა თქმა უნდა ამ წელშიც გადმოვიდა, კვლავ გრძელდება, ანუ ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს არის მიზეზი ტურისტების სიმცირის გამო, ის რომ იკავებენ თავს, ესე ვთქვათ, ქვეყანაში არსებული არეულობის გამო ჩამოსვლას. ნეგატიურ ტენდენციებზე საუბრობენ ICR ჯგუფში, სადაც ამბობენ, რომ იანვარ-მარტში ჯგუფში შემავალ მაღაზიებში დაგეგმილზე 10%-ით ნაკლები გაყიდვები დაფიქსირდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის შეფასებით, მოსახლეობაში მსყიდველ უნარიანობა შემცირებულია, რაც რითეილ სექტორის შედეგებზე ნეგატიურად აისახება. ბიზნესის ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე გაყიდვების ტემპის შენარჩუნება მხოლოდ ფასდაკლებების და სპეციალური შეთავაზებების საშუალებით ხერხდება. პირველი კვარტალი საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ იცით, რომ ძირითადად სეილის პერიოდებს მოიცავს და მოგვიწია უფრო მეტი ფასდაკლებების დათმობა და მიუხედავად მაგისა დაახლოებით 10%-იანი კლება ჰქონდა იმასთან მიმართებაში, რაც დაგეგმილი ჰქონდა. აპრილი რთულად დაიწყო, ვფიქრობ, რომ რთული იქნება მეორე კვარტალი, მოსახლეობას შემოსავალი უმცირდება, ინფლაცია რეალურად იზრდება და ჩვენც რო ვაკვირდებით, ჩვენ აღვნიშნავთ შემოდინებას მომხმარების მაღაზიებში და საკმაოდ შემცირებულია. სხვადასხვა ტიპის აქციები, აგრესიული ეს იქნება კეშბექის აქციები, ეს იქნება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები. აი ამ ყველაფერმა ორმაგი და სამმაგი ძალისხმების ხარჯზე მივახციეთ იმას, რომ გავედით იმ შედეგზე, მინიმალურ შედეგზე, რაც შედეგი ჩვენ გვინდოდა რომ მიგვეღწია. კი, ზრდა არის, მაგრამ უფრო მეტი მოლოდინი გქონდა და რომ არა ის მასშტაბური აგრესიული აქციები, რასაც ახლა ჩვენ მთლიანად საცალო ვაჭრობა, თქვათ, მოლში წარმოდგენილი, თქვათ, მაღაზიები, ვებებით, ეს რომ არ იყოს, ძალიან გაუჭირდებოდა ჩვენაირ მაღაზიას, თქვათ, ნორმალურად ფუნქციონირება. რეალიზაციის დადებით ტენდენციებზე საუბრობენ სინომი რითეილში. კომპანიის დირექტორის რეზო მაღალაშვილის განცხადებით, მათი ჯგუფის შემთხვევაში წლის პირველ კვარტალში გაყიდვები დაახლოებით 15%-ითაა გაზრდილი, რაშიც წვლილი შეიტანა როგორც მომხმარებლების ნაკადის, ასევე მათ მიერ გაწეული დანახარჯების ზრდა. სინომი რითეილში ამბობენ, რომ გაუმჯობესებული რეალიზაცია სავარაუდოდ მათ შორის მაღაზიების ნაწილში შემცირებულ ფასებს უკავშირდება. პირველი კვარტალი კარგი გამოდგა, ჩვენ მოლოდინებს გადააჭარბა, ჩვენ არ ვარაუდოდით 5%-ზე მეტ ზრდას, როდესაც 2025-ს გეგმავდით, თუმცა 15% არის გაუმჯობესება შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბათუმში განსაკუთრებით კარგი შედეგებია, თუ ქვეყანაში სადღაც 15%-ია ზრდა, ბათუმში 35% არის, რაც პრინციპში ახალ სავაჭრო ცენტრებში როგორც წესი ორნიშნა ზრდა ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა 35%-ს არ ველოდით ნამდვილად. ჩვენ ფასები შევამცირეთ აგვისტოში, ამასაც აქვს თავისი ეფექტი, რა თქმა უნდა. აი საინტერესო იქნება უკვე აგვისტოს რომ მივახლოვდებით და დაწეულ ფასებთან შედარებით როგორ იქნება ჩვენი შედეგები. რაც შეეხება საინვესტიციო გეგმებს, რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო ბიზნესისთვის ხელისშემშლელია და მათ გარკვეული საინვესტიციო და გაფართოების გეგმები მომავალი წლებისთვის გადაავადეს.
დიდი საინვესტიციო პროექტებისგან თავი შევიკავეთ და 2025 წელს გადავწყვიტეთ, რომ უფრო ბიზნესის დასტაბილურებას, ეფექტურობის გაზრდას ამას დავუთმოთ ოპერაციულ გამართულობას და არა ახალ პროექტებს. მაგალითად, რენოვაციების პროექტები, ხო ჩვენ გვაქვს მაღაზიები, რომლებიც 10-12 წლის არის და ბუნებრივია რიტეილში ასეთი მაღაზიები სრული განახლება ხდება ხოლმე ნოლიდან, ანუ დაინგრევა მაღაზია, თავიდან შენდება, რაც საკმაოდ დიდი ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ეს გადავავადეთ, ვინაიდან ცოტა გაურკვეველ ვითარებაში დიდი ხარჯების გაღება არ იყო გამართლებული, შესაბამისად დავავადებით. არსებულ სიტუაციაში მიმდინარე პროცესებს მივყვებით რა ბიზნესში, ახალ ინვესტიციებზე რა თქმა უნდა არც განვიხილავთ, თეორიულად ვემზადებით სხვადასხვა ტიპის კრიზისისთვის, რთულია წარმოედგინო რა ტიპის კრიზისი იქნება. ამოდ გართულებულია უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ პრინციპში არა თუ ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებული ინვესტიციების გაჩერებასაც კი განიხილავენ. რიტეილ სექტორში პროგნოზების გაკეთება უჭირთ. როგორი შეიძლება იყოს წლის მომდევნო პერიოდი გაყიდვების მხრივ. ბიზნესი ამბობს, რომ სექტორის ზრდისთვის აუცილებელია ქვეყანაში პროცესების დასტაბილურება, პროგნოზირებადი ბიზნეს გარემო და ტურისტული ნაკადების ზრდა.